ეს ჩემი ხელის ანაბეჭდია. შესაბამისად, თითების ანაბეჭდებიც. აი, ეს კი ჩემი ფეხსაცმლის კვალია და თითოეულ მათგანს საკმაოდ ბევრი რაღაცის თქმა შეუძლია ჩემზე. საგანს, რომელზეც დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ, კრიმინალისტიკა ეწოდება. და ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს საგანი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სწორედ კრიმინალებს შეუძლიათ ხილული თუ უხილავი სამხილებისა და კვალის დახმარებით დამნაშავის პოვნა. მაგრამ როგორ ახერხებენ ისინი ამ ყველაფერს? რა მეთოდებს იყენებენ? და გარდა ამისა, არის თუ არა შესაძლებელი ის, რომ დანაშაული ისე ჩავიდინოთ, რომ ვერავინ გვიპოვოს. ამ ვიდეოთი გაიგებთ, რაზე მეტყველებს ადამიანის მიერ დატოვებული კვალი, რა მოხდება თუ თითის ანაბეჭდებს მოვიჭრით, როგორ შეგვიძლია მაძებარი ძაღლების დაბნევა, რაზე მეტყველებს ბალისტიკური ანალიზი და შესაძლებელია თუ არა დანაშაულის ისე ჩადენა, რომ ვერ გვიპოვონ. მაგრამ მანამ სანამ კრიმინალისტების მიერ აღმოჩენილ კვალზე გადავიდოდე, მანამდე გეტყვით იმას, რომ ინტერნეტში თქვენს ტოვებთ კვალს. აი მაგალითად, ჩემი YouTube ანალიტიკა მეუბნება, რომ თქვენს მიერ დატოვებული კვალის დახმარებით შემიძლია გავიგო, რომ მაყურებელთა 74.5% ისე უყურებთ ჩემს ვიდეოებს, რომ არხი არ აქვს გამოწერილი. მოკლედ, გამოიწერეთ არხი, გამოასწორეთ ეგ სტატისტიკა, მე კი მიუბრუნდები კრიმინალისტიკას. ალბათ პირველი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის ტრასოლოგია. კრიმინალისტიკის ის კონკრეტული დარგი, რომელიც ნაკვალევს შეისწავლის. ტრასოლოგია შეისწავლის ხელის, თითების, ფეხსაცმლის, კბილის, სისხლის და ზოგადად ადამიანის მიერ დატოვებულ ნებისმიერ კვალს დანაშაულის და არა მხოლოდ დანაშაულის ადგილას. გასათვალისწინებელია ის, რომ ზოგიერთი კვალი მსხვერპლის, ზოგიც კი თავად დამნაშავის მიერ არის დატოვებული. კვალი რჩება ყველგან, მთვარეზეც კი. მოკლედ, დამნაშავეები ყველგან ტოვებენ კვალს. კარგი კრიმინალისტიკი ისე უნდა მუშაობდეს, რომ დამნაშავის მიერ დატოვებული კვალი არ დააზიანოს. ტრასოლოგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვალი არის ფეხსაცმლის კვალი. იმიტომ რომ ფეხსაცმლის კვალის დახმარებით არის შესაძლებელი არა მხოლოდ იმის გაგება, თუ რა მოდელის ფეხსაცმელი ეცვა ადამიანს, არამედ იმის გაგებას, თუ რა სიმაღლეა იგი, რამდენს იწონის, მისი სქესის გაგება, როგორი სიარულის მანერა ჰქონდა, რა მიმართულებით მიდიოდა, ამ ყველაფრის კომბინაციით პლუს მინუს არის შესაძლებელი იმის გამოთვლაც, თუ რა პროფესიის არის იგი, ან თუ კი კონკრეტულ პროფესიას ვერ მიაგნებენ, დაახლოებით რა სფეროში მუშაობს დამნაშავე. თუ კი ფეხსაცმლის ან ფეხის კვალი დატოვებულია სწორ ზედაპირზე, ფოტოგრაფები იღებენ მის სურათს, კრიმინალისტები კი სპეციალური კვალის ამღები ფირის დახმარებით იღებენ მას. თუ კი ფეხსაცმლის კვალი მიწაზეა, მაშინ ეს კვალი გრუნტთან ერთად მიაქვთ ლაბორატორიაში და მასში გიფს ასხავენ. სწორედ ამ მეთოდით შესაძლებელია ფეხსაცმლის ძირის დაახლოებითი მოხაზულობის გაგება. დაკვირვებულ მაყურებელს, სავარაუდოდ იმ მაყურებელს, რომელსაც ჩემი არხი გამოწერილი აქვს, არ გამორჩებოდა ის ფაქტი, რომ ვიდეოში სულ ცოტა ხნის წინ მე ვახსენე, რომ ფეხსაცმლის კვალის დახმარებით შესაძლებელია ადამიანის სიმაღლის გამოთვლა. მოკლედ, არანერვიულოდ ახლავე აგიხსნით იდეალურ ფორმულას, რომლის დახმარებითაც თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ ფეხსაცმლის კვალის მეშვეობით რა სიმაღლის არის ადამიანი. ესე ჩვენი ფორმულა, მეგობრებო. V, ანუ სიმაღლე, უდრის 3.1 გამრავლებული dn-ზე, ამას შემდეგ დამატებული 4sn და დამატებული 53. დიდი ალბათობით თქვენ აი ამ ფორმულას ხედავთ სარკისებრი ეფექტით, მაგრამ სადმე აი გზევით, ყველა ვარიანტში მონტაჟის დროს დავადებ შესაბამის ფორმულას. მოკლედ, მე კი შემიძლია ახლა აი ამ ფორმულის დახმარებით გითხრათ ჩემი სიმაღლე, მაგრამ საინტერესო იქნება რამდენად სწორად გამოიყენებთ აი ამ ფორმულას. dn-ში უნდა ჩასვათ სიგრძე, ანუ აი ამ მონაკვეთიდან ამ მონაკვეთამდე, sn-ში კი უნდა ჩასვათ ყველაზე ფართე მონაკვეთი ფეხის ტერფის. და შესაბამისად, ის ვინც გამოიცნობს ჩემს სიმაღლეს აი ამ ფორმულის დახმარებით, მიიღებს ჩემგან დაგულებულ კომენტარს. გელოდებით კომენტარებში. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა, როგორ შეიძლება რომ კრიმინალისტმა გაიგოს ფეხსაცმლის კვალის დახმარებით სად მუშაობს ადამიანი, ან დაახლოებით რა პროფესიის არის იგი. მოდით განვიხილოთ ასეთი მაგალითი. მეზღვაურები, რომლებიც წონასწორობას იცავენ გემზე გადაადგილებისას, ცდილობენ რომ დაეყრდნონ ტერფის გარე ნაწილს. მოციგურავეები და ჰოკეისტები კი პირიქით, შიდა ნაწილს ეყრდნობიან. სხვადასხვა პროფესიის ადამიანს ახასიათებს შესაბამისი სიარულის მანერა. ტრასოლოგებს კი, რომლებიც ფეხსაცმლის კვალს შეისწავლიან, აქვთ დაახლოებითი წარმოდგენა იმაზე, თუ რა შეიძლება საქმიანობდეს ადამიანი, რომელმაც ესა თუ ის კვალი დატოვა. მოკლედ, როგორც ყოველთვის, ვიდეოს აღწერაში იქნება დატოვებული ძალიან საინტერესო ლინკები, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და მაგ ლინკების დახმარებით
ბევრად უფრო მეტი რამ გაიგოთ კრიმინალისტების და მათი საქმიანობის შესახებ, ვიდრე ამ ერთი მეტნაკლებად პატარა ვიდეოს დახმარებით. გარდა ამისა, ჩემი Instagram-ის ლინკიც იქნება, Instagram-ზე თუ დამაფოლოვებთ, შეგიძლიათ უბრალოდ ჩემთან უშუალო კომუნიკაცია და გარდა ამისა, სტორების ამ პოსტების დახმარებით იმის გაგება თუ დაახლოებით რაზე შეიძლება იყოს ახალი ვიდეო. მე კი კვალს მიუბრუნდები. ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ საკეთზე გატეხის კვალია დატოვებული. კვალის ზომა მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გამოცდილი იყო მძარცველი. თუ საკეტი ისეა გატეხილი, რომ მასზე კვალი ფაქტობრივად არაა, ესე იგი ეს დამნაშავის პირველი ძარცვა არაა. გამოუცდელი მძარცველი შეიძლება გასცეს გაღუნულმა კარმა, ხურხით გახრეტილმა ან სულაც ამოჭრილმა საკეტმა. აქ კი კარგად ჩანს, თუ რამდენად მარტივია ბოქლომის გატეხვა 2 ცალი ქანჩის დახმარებით. მე მგონი დამოვიწყდა მეთქვა, თუმცა ეს ალბათ ისედაც გასაგებია. ეს არ არის ვიდეო ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩავიდინოთ დანაშაული ისე, რომ ჩვენს კვალს ვერ მიაგნონ. ხო, მაინც ყოველი შემთხვევისთვის. მოკლედ, ტრასოლოგია ძალიან დიდ სფეროს მოიცავს, როგორც ფეხსაცმლის, ასევე ხელის და კიდევ ბევრი სხვა რაღაცის კვალს, მაგრამ მოდით ახლა მივხედოთ მანქანის პროტექტორების მიერ დატოვებულ კვალს. საბურავების მიერ დატოვებული კვალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახალია იგი. პროტექტორების კვალი დაბალ სიჩქარეზე, რა თქმა უნდა, უფრო უკეთ ჩანს. საშუალო სიჩქარეზე შედარებით ცუდად, განსაკუთრებით თუ საბურავი გაწვეთილია. მაღალ სიჩქარეზე კი საბურავის კვალი რორშახის ტესტს წააგავს. ალბათ აცნობიერებთ, რომ ის ყველაფერი, რაზეც მე ვიდეოში ვსაუბრობ, თავისუფალ წვდომაშია ინტერნეტში. შესაბამისად, დამნაშავეებსაც შეუძლიათ, რომ ეს ინფორმაცია ისედაც მიიღონ და რაღაცეები მოიფიქრონ. მაგალითად, მაშინ, როდესაც ისინი დადიან, შეიცვალონ სიარულის მანერა. ან მაშინ, როდესაც იციან, რომ ფეხსაცმელი რაღაც გარკვეულ კვალს ტოვებს, ბაქილები ამოიცვან, ან საბურავებს პროტექტორები მოაჭრან, ან ინსტრუმენტები, რომლებსაც ისინი დანაშაულის ადგილას იყენებენ, დამალონ ან სულაც გადააგდონ. მაგრამ მე ჯერჯერობით საუბარი მქონდა მხოლოდ ხილულ კვალზე. არადა რეალურად, ჩვენ უხილავ კვალსაც ვტოვებთ. და ერთ-ერთი ასეთი უხილავი კვალი გახლავთ სუნი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ადამიანს არა მხოლოდ უნიკალური თითის ანაბეჭდი აქვს, მას ასევე აქვს უნიკალური სუნი. და მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის სუნს, ოდოროლოგია ეწოდება. სუნს ინახავს ყველაფერი: ანსაცმელი, ავეჯი და სისხლიც. მაშინ, როცა სისხლი დედდება, შეიძლება ითქვას, რომ ის სუნს ინახავს და სწორედ ასე შესაძლებელია მსხვერპლის მიერ დაღვრილი სისხლის დახმარებით დამნაშავის პოვნა. ნივთი, რომელზეც თეორიაში შეიძლება იყოს დამნაშავის სუნი, ინახება ფოლგაში. ლაბორატორიაში კი სუნს ბამბის ნაჭერში ბეჭდავენ და შემდეგ საყინულეში ინახავენ. ეს კრიმინალისტებს ძაღლის გაწვრთნაში ეხმარებათ. დიდი ალბათობით მინიმუმ ფილმების დახმარებით იცით, რომ ოდოროლოგებს, ანუ იმ მეცნიერებს, რომლებიც კვალს შეისწავლიან, ძაღლებით სუგოები ეხმარებიან სუნის აღმოჩენაში. და იმისთვის, რომ ძაღლის უნარი სუნის აღმოჩენაში ბევრად უფრო გაგიმარტივოთ აღსაქმელად, წარმოიდგინეთ, რომ ძაღლს შეუძლია 100 კვადრატულ სანტიმეტრზე სუნის აღქმა, აი ჩვენ კი, ანუ ადამიანებს, ეს შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ 4 კვადრატულ სანტიმეტრზე. ძაღლისთვის სუნის აღმოჩენა თამაშს წააგავს. კინოლოგი წრეზე დებს სხვადასხვა სუნის მქონე ბამბის ნაჭერს და მას კოლბაში ათავსებს. ძაღლი წრეზე დადის და ეძებს კონკრეტულ სუნს. თუ ის რომელიმე ჭურჭელთან ჩერდება, ეს ნიშანია, რომ სუნი აღმოჩენილია. თუ ექსპერიმენტი რამდენჯერმე ზედიზე წარმატებით დასრულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ძაღლი შესაბამის დონეზეა გაწვრთნილი. უნდა ითქვას ისიც, რომ მეცნიერები უკვე რამდენიმე ათწლეულია ცდილობენ ისეთი მოწყობილობის, ისეთი აპარატის გამოგონებას, რომელიც სუნს ზუსტად ისე გაარჩევს, როგორც ამას ძაღლი აკეთებს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ყველაზე ახლოს მყოფი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება შინაარსობრივად წააგავდეს ძაღლის ყნოსვას, არის ეგრეთ წოდებული ალკოტესტი. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ალკოტესტი მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაჩვენებელზე, ალკოჰოლის შემცველობაზე რეაგირებს, მაშინ როცა სუნი ასობით სხვა კომპონენტისგან შედგება. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა თავისუფალ წვდომაშია და შესაბამისად ბრჭყალებში კარგ დამნაშავეებს შეუძლიათ, რომ ძაღლებსაც აუბნიონ კვალი. პირობითად დაისხან რაიმე ისეთი სუნამო, რომელსაც ისინი ყოველდღიურად სულაც არ იყენებენ. ან ამას გარდა მათ შეუძლიათ გაქცევისას სხვადასხვა ძაღლის საკვები დატოვონ იმისთვის, რომ სუგოებს კვალი აუბნიონ. ან პირობითად ნიშადური სპირტი დაისხან, რაც ძაღლის ყნოსვას იმ მომენტისთვის გააფუჭებს, როდესაც ძაღლი ნიშადური სპირტს დასუნავს.
ან არა და გაქცევისას გადაცურო მდინარე იმისთვის რომ ჩამოირეცხონ კვალი და ასე შემდეგ. მოკლედ, ალბათ ხვდებით იმას, რომ სუნი არ არის ერთადერთი უხილავი რამ, რასაც ადამიანი ტოვებს დანაშაულის ადგილას. ალბათ მაშინ, როდესაც სიტყვა კრიმინალისტიკა გაიგეთ ამ ვიდეოში, პირველი რაც მოგაგონდათ ეს თითის ანაბეჭდებია. თითის ანაბეჭდებს მეცნიერება სახელად დაქტილოსკოპია შეისწავლეს. ანაბეჭდების დატოვება ძალიან მარტივია, მათი აღმოჩენაც არ არის მაინც და მაინც რთული, მაგრამ რა არის იცით რთული? მათი მოშორება. იმიტომ რომ თითის ანაბეჭდები მანამ სანამ ჩვენ დავიბადებით, მანამდე უკვე გვაქვს. იმიტომ რომ ისინი ორსულობის პროცესში, დაახლოებით ორსულობის მესამე თვეს ყალიბდებიან. ახლა თითის ანაბეჭდით შეგვიძლია სმარტფონების გამბლოკვა, მაგრამ ანაბეჭდის აღების და მისი დახმარებით პიროვნების იდენტიფიცირება 200 წლის წინანდელი იდეაა. გაიცანით, ეს უილიამ ჰერშელია, ცნობილი ასტრონომის, ასევე უილიამ ჰერშელის, ურანის აღმომჩენის შვილიშვილი, რომელიც ინდოეთის კოლონიაში მუშაობდა. სწორედ აქ უილიამ ჰერშელ უმცროსმა აღმოაჩინა, რომ ადგილობრივი ინდოელები დოკუმენტებს ხელს ისე აწერდნენ, რომ მათი ნაწერის გარჩევა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ამის გამო ისინი სულაც არ თვლიდნენ, რომ უნდა შეესრულებინათ დოკუმენტი დაკისრებული ვალდებულება. ჰერშელმა საკმაოდ საინტერესო რაღაც მოიფიქრა. მან გადაწყვიტა, რომ თითოეულ იმ ინდოელს, რომელიც დოკუმენტს ხელს მოაწერდა, ხელის მოწერის გარდა დაეტოვებინა თავისი თითის და გარდა ამისა ხელის ანაბეჭდი. ინდოელები ანაბეჭდებს რაღაც საკრარულ და წმინდასთან აიგივებდნენ. ამიტომ თავს ვალდებულებად თვლიდნენ, რომ შეესრულებინათ ის, რაც დოკუმენტში ეწერა. თითოეული ადამიანის ანაბეჭდს უნიკალური ნახაზი აქვს. ზოგიერთი მათგანი მარყუჟისებრია, ზოგიერთი ლაბირინთის ფორმისაა, ზოგი კი სულაც რკალისებრია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თითოეულ ერს ანაბეჭდის ნახაზის დეტალები განსხვავებული აქვს. გრაფიკზე ხედავთ, რომ ნორვეგიელებს ესკიმოსებისგან განსხვავებით ძირითადად მარყუჟისებრი ანაბეჭდი აქვთ. საინტერესოა თუ გამოიცნობთ ეს ვისი თითის ანაბეჭდებია? ქართველის? ნორვეგიელის? ან იქნებ იტალიელის? რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა დაასახელოთ, თქვენ შეცდებით, იმიტომ რომ ეს თითის ანაბეჭდი კოალას ეკუთვნის. კოალას თითზე მსგავსი ჭრილები ევკალიპტის ხეზე ასვლაში ეხმარება. კაი, მოდი კოალებს ცოტა ხნით შევეშვათ და ისე ვიფიქროთ, თითქოს დანაშაულის ჩადენას ვაპირებთ. იქნება არსებობს რაიმე მეთოდი, რომლის დახმარებითაც არის შესაძლებელი თითის ანაბეჭდების გაქრობა. მოკლედ, ეს იდეა პირველს არც მე მომაფიქრდა და არც თქვენ. ეს ქალი მა ბარკერია, 1930-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძებნილი განგსტერი. მაშინ, როდესაც ქალბატონი ბარკერი მის შვილთან და საყვარელთან ერთად ძებნაში იყო, მან ერთ ალკოჰოლიკ ექიმს, ჯოზეფ მორანს, სთხოვა რომ მისთვის თითის ანაბეჭდები მოეჭრა. ექიმმა მორანმა დავალება კარგად შეასრულა. პაციენტებმა მორფინით გაიყუჩეს ტკივილი, მაგრამ ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა, რადგან შეხორცებული თითის გულებზე, რა თქმა უნდა, ისევ გამოჩნდა ანაბეჭდები და მათი დახმარებით შესაძლებელი იყო განგსტერული ოჯახის წევრების იდენტიფიცირება. უკმაყოფილო ბარკერების ოჯახმა ჯოზეფ მორანი მიჩიგანის ტბაში დაახრჩა. არადა წარმოიდგინეთ ბარკერების ოჯახიდან რომელიმე მაინც ცოტათი ჭკვიანი რომ ყოფილიყო. იქნებ ანაბეჭდების დაფარვის რაიმე სხვა მეთოდი მოეფიქრებინა. კაი, ხუმრობა იქით იყოს. მოდი გავაგრძელოთ საუბარი ჩვენს მიერ დატოვებულ კვალზე. თქვენი აზრით, ვინ ან რა არის გამოსახული ეკრანზე? ბავშვის ნახატი? მულტფილმის სკეჩი? ალბათ ამჯერადაც ვერ გამოიცანით, ისევე როგორც კოალების შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფოტორობოტია. მაგრამ ყველაზე უცნაური რა არის, იცით? ამ ფოტორობოტის დახმარებით დამნაშავე იპოვეს. მართლა ვინც დამნაშავე იყო? ვიღაც მსგავსი კი არა, რეალური დამნაშავე. აი ამ ფოტორობოტის დახმარებით. გაიცანით, ეს ფუკ ფო ვენგია, რომელიც სავაჭრო ცენტრში ფულს იპარავდა. ალბათ გასაკვირია ამ ფოტორობოტით როგორ შეძლეს მისი პოვნა, მაგრამ თუ დააკვირდებით მისი სახის ნაკვთებს, ძირითადი ნაწილი ერთ-ერთია გამოცემული. სწორი ხაზით უჩების ნაცვლად. თვალები პატარა წერტილებს წააგავს და რაც მთავარია, ოდნავ შეშინებული გამოხედვაც აქვს. მოკლედ, როგორც უკვე მიხვდით, გადავედით ახალ დარგზე. დარგზე, რომელიც ფოტორობოტებს ადგენს თვითმხილველთა აღწერის დახმარებით და ამ დარგს ეწოდება ჰაბიტოსკოპია. სავარაუდოდ არ გიფიქრიათ ამაზე, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ფოტორობოტები, რომლებსაც კაცობრიობა იყენებდა, გავრცელებული იყო ველურ დასავლეთში. ამ პერიოდში სულაც არ იყო სავალდებულო, რომ დაგეწერათ რა ჰქონდა მიქარული დამნაშავეს. საკმარისი იყო ჯილდოს მიწერა
და ველური დასავლეთის მოსახლეობა თავის საქმეს იდეალურად აკეთებდა. ფილიპინებზე და ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანებზე მონადირეები ჯერ კიდევ არსებობენ. ისინი შეიარაღებულები არიან ცეცხლსასროლი იარაღით, შოკერით ან წიწაკის სპრეით. მაგრამ ალბათ ხვდებით იმას, რომ ველური დასავლეთისგან განსხვავებით, ადამიანის ეგრეთ წოდებულ ფოტორობოტს არა ხელით ხატავენ, არამედ კომპიუტერის დახმარებით ადგენენ. თუ გსურთ, რომ თავი კრიმინალისტად იგრძნოთ, შეგიძლიათ გადმოიწეროთ პროგრამა Faces Edu Plus და მისი დახმარებით აწყოთ თუნდაც საკუთარი სახე. ეძებთ შესაბამის თვალებს, ცხვირს, ტუჩების მოყვანილობას და სწორედ ამ ყველაფრის დახმარებით შეადგენთ ფოტორობოტს. მაგრამ აქ ერთი რაღაცაც არის გასათვალისწინებელი. დამნაშავემ შეიძლება გაიკეთოს სათვალე, მიიწევოს ხელოვნური წვერულვაში, გარდა ამისა გაიკეთოს ყალბი სვირინგი ან ყალბი ნაიარევი, ან სულაც ნიღაბი და შესაბამისად მისი იდენტიფიცირება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. ასე რომ ჰაბიტოსკოპია მაინც და მაინც სანდო დარგი არ არის. 1929 წელს ალ კაპონეს ბანდის წევრებმა, რომლებმაც პოლიციელების ფორმები ჩაიცვეს და ადამიანები დახვრიტეს, შენობაში დიდი რაოდენობით ტყვია და დიდი რაოდენობით ჰილზა დატოვეს. დამნაშავეების პოვნა რა თქმა უნდა გაჭირდებოდა, რადგან ისინი შესაბამისად შენიღბულები აღმოჩნდნენ, მაგრამ არ ინერვიულოდ. კრიმინალისტები ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ. ტყვიები გასროლილი იყო ტომპსონის 45 კალიბრიანი იარაღიდან. მსგავსი შაშხანები კი თითქმის ყველა დაჯგუფების წევრს ჰქონდა. მაგრამ როგორ ფიქრობთ, თუ კი სხვადასხვა გენგის წევრებს, სხვადასხვა დაჯგუფების წევრებს დაახლოებით ერთი და იგივე იარაღი ჰქონდათ. როგორ მოხერხდა და საიდან ვიცით ის, რომ 1929 წელს მოსახლეობის დახვრეტაში კონკრეტულად ალ კაპონეს ბანდის წევრები იღებდნენ მონაწილეობას. მოკლედ, ცეცხლსასროლ იარაღს შეისწავლის ბალისტიკა. კვლევარების მთავარი მიზანი იმის დადგენაა, თუ რომელი იარაღიდან და როგორ იყო გამოშვებული ტყვია. ტყვიებს, ჰილზებს, ანუ იმას რაშიც ტყვია მოთავსებული და მათთან ერთად ტყვიისგან შექმნილ დაზიანებას ფოტოებს უღებენ. დენთის კვალი მეტყველებს იმაზე, თუ რა მანძილიდან მოხდა გასროლა. თუ იარაღი მსხვერპლზე მიბჯენილი იყო, გასროლისას დენთის კვალი აშკარა და მკაფიო იქნება. 1 მეტრიანი მანძილიდან კი გასროლა ასე გამოიყურება. ამ ნიშნულებს თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ თითოეული მათგანი უნიკალურია. აღნიშნული ზოლები ლულის ჭრილის დამსახურებაა. ლულას კი თავის მხრივ ჭრილი იმისთვის აქვს, რომ ტყვიამ გასროლისას ტრაექტორია არ შეიცვალოს და საწყისი პოზიციიდანვე ჰქონდეს ბრუნავი მომენტი. აღმოჩენილ ტყვიებს 360 გრადუსით უღებენ ფოტოებს. ბალისტიკური ანალიზის შემთხვევაში ეჭვმიტანილი განგსტერის იარაღიდან სატესტო გასროლას აკეთებდნენ და შემდეგ ადარებდნენ გატესტილი ტყვიისა და აღმოჩენილის ჭრილს. თუ აღნიშნული ჭრილები ერთმანეთს ემთხვევა, ესე იგი დანაშაულის იარაღი და შესაბამისად დამნაშავეც ნაპოვნია. ეს იყო ბალისტიკური ანალიზის გამოყენების ერთ-ერთი პირველი შემთხვევა. რომ არა გასროლილ ტყვიაზე არსებული შესაბამისი ჭრილები ალ კაპონეს ბანდის წევრებს ალბათ არ დაიჭერდნენ. მაგრამ მოდი წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც რომელიმე დამნაშავემ მოკლედ გადაწყვიტა, რომ ტყვიაზე შესაბამისი ჭრილი გაეკეთებინა და ბუნებრივია ბალისტიკურ ანალიზში ცოტა განსხვავებული ჭრილი ექნებოდა და ვერავინ ვერ დააბრალებდა შენ ხარ დამნაშავეო. ანუ მოდი ახლა პატარა სიმულაცია შევქმნათ და წარმოვიდგინოთ, არის თუ არა შესაძლებელი იდეალური დანაშაულის ჩადენა ისე, რომ ვერავინ ვერ გაიგოს, ვინ არის დამნაშავე. დამნაშავე დაელოდა შესაბამის მომენტს. ისეთი დანაშაულის ადგილი შეარჩია, სადაც ვერავინ დაინახავდა. ჩაიცვა ხელთათმანები, გაიკეთა ნიღაბი, დიდი რაოდენობის სუნამოს დახმარებით გადაფარა თავისი სუნი. გაჩხაპნა რამდენიმე ტყვია, გადააგდო იარაღი და გაქცევისას მდინარე გადაცურა, რომ ძაღლებს მისი კვალი არ აღმოეჩინა. გამოდის, რომ დამნაშავეს ვერ იპოვიან, არა? არა, არ გამოდის ეგრე. ახლა ამ წამს გაუნძრელად ვზივარ. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თავიდან ბოლომდე გაუნძრელად ვზივარ და უბრალოდ გელაპარაკებით. როგორ ფიქრობთ, ამ ოთახში ჩემს კვალს ვტოვებ თუ არა? ალბათ მიხვდებოდით, რომ კვალს რა თქმა უნდა ვტოვებ, იმიტომ რომ ვსაუბრობ. საუბრის პროცესში, რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ეს, მე ჩემს პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს და ჩემსავე უჯრედებს ვაფრქვევ და მიუხედავად იმისა, რომ ამის წარმოქმნა ცოტა რთულია, მკვლევარებს, კრიმინალისტებს, ამ უჯრედების დახმარებით შეუძლიათ, რომ ჩემი დნმ აღადგინონ.
აი როგორ გამოიყურებით თუ კი თქვენს ვიზუალს, ორგანიზმს და მის ნიშან თვისებებს გენების ენაზე გადავთარგმნით. ბიომასალა, რომელსაც დანაშაულის ადგილზე პოულობენ, ინახება ჰერმეტულად. მას აგროვებენ ექსპერტ კრიმინალისტები, შემდეგ ლაბორატორიაში რეაგენტების დახმარებით უჯრედებს შლიან და სწორედ ასე ათავისუფლებენ დნმ-ს. აღმოჩენილ მასალას ადარებენ ეჭვმიტანილის ორგანიზმიდან მიღებულ დნმ-ს და თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ ყველაფერი ნათელია. დნმ-ის დახმარებით ბევრი რაღაცის გაგება არის შესაძლებელი, მათ შორის ადამიანის ასაკის, სქესის, მისი ეროვნების და კიდევ ბევრი უამრავი სხვა დეტალის, მაგრამ თუ ადამიანი, რომელიც დამნაშავეა, მანამდეც იყო გასამართლებული, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი დნმ-ის ნიმუში ისედაც ინახება და დანაშაულის ადგილას აღმოჩენილი დნმ-ის შემთხვევაში ბაზაში მოწმდება და თუ კი დამთხვევა არის, ესე იგი ადამიანი უბრალოდ ხელმეორედ გასამართლდება. გენეტიკოსების თქმით, ადამიანის გენში შესაძლოა ისეთი დეტალის აღმოჩენა, რომლითაც მივალთ იმ დასკვნამდე, რომ მას აგრესიისკენ აქვს მიდრეკილება. მაგრამ ის, თუ როგორ მოიქცევა იგი, რამდენად იქნება სოციუმის სრულფასოვანი წევრი და რამდენად კანონმორჩილი იქნება, გარშემო მყოფ სამყაროზე და მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. მოკლედ, არჩევანის თავისუფლება თავიდან ბოლომდე ჩვენზეა. არა აქვს მნიშვნელობა დნმ-ში რა გვიწერია, გვაქვს თუ არა მიდრეკილება აგრესიისკენ ან კრიმინალის ჩადენისკენ. საბოლოო ჯამში ის თუ რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ცხოვრებაში, თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არა მხოლოდ სამართალდამცავების, არამედ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საზოგადოება, რომელიც ჩვენს ირგვლივ იქნება, იყოს სამართლიანი და უსაფრთხო. ოღონდ არა იმიტომ, რომ რამე ჩვენს კვალს მოაგნებენ, არამედ ისედაც ასე ჯობია. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. აბაჰეთ და აბაჰოთ. ველოდებით თქვენს კომენტარებს ჩემს სიმაღლესთან დაკავშირებით. დროებით.